ბათუმის დინამოში მალე საკადრო ცვლილებები განხორციელდება მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე კობა ლოჟიკაშვილს შოთა ჭეიშვილი ჩაანაცვლებს. Როგორც დინამოს სპორტული დირექტორი აცხადებს, ჭეიშვილზე არჩევანი გუნდში მისი მუშაობის დროს მიღწეული შედეგების გათვალისწინებით შეჩერდა. ახალ მწვრთნელს დინამოს ხელმძღვანელობა გუნდს 13 მარტს წარუდგენს. ყოფილი მწვრთნელი კი სარეიტინგო ცხელში დაბალი მაჩვენებლის გამო გაათავისუფლეს. კობა ლოჟიკაშვილი გუნდს 8 თვის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, როგორც მალხაზ მახარაძე აცხადებს, მან პრინციპული თამაშების მოგება ვერ შეძლო, რასაც მისი გათავისუფლება მოყვა. ჭეიშვილი წლების განმავლობაში ბათუმის დინამოში თამაშობდა, იგი ასევე გუნდის მწვრთნელიც იყო. გუნდი გადასვლილად მოხდა შედეგებიდან გამომდინარე, როგორც იცით, მეორე წრე დავიწყეთ ძალიან ცუდად. თუმცა გუნდი, რომელიც ცდილობს რომ გადავიდეს უმაღლეს ლიგაში, პირველი ორი თამაში არ უნდა წააგოს. სახში შემდგეს მეორე წრის დაწყების პირველი ორი თამაში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთან სამდედიასთან თამაში, რომელიც ჩვენი კონკურენტია. გადასვლასთან დაკავშირებით და ძალიან ცუდად იმოქმედა როგორც მწვრთნელზე, თვითონ ფეხბურთელებზე, ჩვენზეც და გადავწყვიტეთ სრულები გავუკეთებია გუნდში.